ხელოვნური ინტელექტის აზრით საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ეს უბრალოდ გუნდი არ არის. ეს ისტორიაა. ემოცია. გარღვევა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მასზე ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. დღეს კი ის ევროპის ყურადღების ცენტრშია. და საქმე მხოლოდ გამარჯვებებში არ არის. დღეს საქართველოს ნაკრები ღირს 201 მილიონ ევროზე მეტი. ეს უბრალოდ ციფრი არაა. ეს სიმბოლოა, სიმბოლო პროგრესის, ბრძოლის და ეროვნული სიამაყის. ამ გუნდის შუაგულში დგას კაცი, რომელიც ლეგენდად იქცა, ხვიჩა კვარაცხელია. ელვისებური დრიბლინგი, უკომპრომისო ხასიათი, თამაში, რომელიც გულებს აჩერებს. მისი ფასი თითქმის 90 მილიონი ევროა, მაგრამ ქართველებისთვის ის შეუფასებელია. მის ყოველ შეხებაში ქართული სული ტრიალებს. მეკარე გიორგი მამარდაშვილი. ძლიერი, თავდაჯერებული, ცივი გონებით. მისი სეივები ხელოვნებაა. ვალენსიაში ის უკვე გმირია. ნაკრებში კედელი, რომელიც არ ეცემა. მისი ღირებულება 40 მილიონი ევროა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ის შთააგონებს ახალგაზრდობას. შეტევა, როგორც მუსიკა. გიორგი მიქაუტაძე, თავდამსხმელი ფრანგული ტემპერამენტით და ქართული გულით. ის ბომბარდირია და მებრძოლი, მისი ფასი 20 მილიონი ევროა. მაგრამ მწვრთნელისთვის ის ტაქტიკური იარაღია. ახალგაზრდა მებრძოლები, ზურიკო დავითაშვილი და საბა გოგლიჩიძე, თითოეული 8-10 მილიონი евро. ისინი მოედანზე ცეცხლოვანი თვალებით გამოდიან. ისინი იბრძვიან არა კონტრაქტებისთვის, არამედ სამშობლოსთვის. 2023 წელს დაიწყო გუნდის ამაღლება. მაგრამ ნამდვილი აფეთქება 2024 და 2025 წლებში. ფავორიტების დამარცხება, ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გასვლა, ევროპის მხრიდან პატივისცემა. ეს მხოლოდ შედეგი არ არის, ეს არის მთლიანად საქართველოს ფეხბურთის აღქმის შეცვლა. საშუალო პასის სიზუსტე 83-ზე მეტი. გუნდი 42 იერიშს მარცხენა ფლანგით ატარებს, იქ სადაც ხვიჩა მეფობს. საშუალოდ 2 გოლი მატჩში. ბოლო 10 მატჩში 7 გამარჯვება, 1 ფრე და მხოლოდ 2 მარცხი. დღეს საქართველო აღარ არის უბრალოდ მონაწილე. ეს არის გუნდი, რომელსაც პატივს სცემენ. გუნდი, რომელსაც ანგარიში ეჭირება. გუნდი, რომელსაც აკვირდებიან. მაგრამ ყველაზე მთავარი რწმენაა. რწმენა იმისა, რომ პატარა ქვეყანას შეუძლია შეცვალოს საფეხბურთო რუკა. შეიძლება ჩრდილიდან ამოსვლა და საკუთარი ნათების დემონსტრირება. და სანამ ვიღაც მილიონებს ითვლის, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ბიჭები ბურთს ურტყამენ და ყვირიან, მე ხვიჩასავით ვარ და სწორედ ამაშია აზრი.